აგერ. მოდის. Браво! რა მოხსენი? დილამშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით მე და ლუკა. დღეს ვართ წამოსულები იხზე სანადიროდ ჟანდარაზე. ლუკას პირველი ნადირობაა იხზე, ხო ეგრეა? და მოკლედ დღეს ვინადირებთ. საფარს მოვაწყობთ, ეგრე აღჭურვილობა ჩვენი. ხიალა იხვის ფიტულები და ისე წყალში ჩასაწყობი ფიტულები. სრული აღჭურვილობა ეკიპირება მზადყოფნაშია და შევცურავთ, მომამზადებთ საფარს და დავიწყებთ ნადირობას. ახლა ფორმაში წავედით. მთელი ნაპირი გაყინულია და ჭირს გადაადგილება. ოპა. გაყინულია. ნაპირები სულ გაყინულია. აქეთ უკვე გამდნარია. ეს ძირითადად არის ფლემბაუს თორმის ფიტულები. ხარისხი ნორმალური, კარგი. საკმაოდ მუშა და გამოცდილი ფიტულები. მოკლედ ყველაფერი ავაწყვეთ. 4 ბახაკრილი, 20 ცალი ფიტული და მივდივართ საფარში. დღეს ლუკა ინადირებს ბრაუნინგ B25-ით. მე ვინადირებ ბრაუნინგ მაქსუსით. და დღეს გამოვიყენებთ ზუბერის ვაზნებს. 5 ნომერი. 5 ნომრები. აი ჩვენი საფარი მოწყობილია კარგად. ეს ჩემი იხვის საყვირები. სასულე მანუკები. ეს კიდე ლუკასი. ლუკამაც დაიწყო. და არც ვიცი ცუდად გამოსდის. არა ლუკა. ნახოთ აბა დღეს რა გამოგივა. წინ მიწევარ და გავუწყდა სამის.
ნახე. ჩაიშხვილა. ჩაჭდა. გაცხი. ორი მოხსენით, მამი. ბრავო, დავხოქეთ, უცებ, დავაი. ეხა დავაი. ერთი შენ მოხსენი, ერთი მე. ბრავო, რა მოხსენით, ჩემი. ორივე დაჭრილი, ესენი უნდა. ვაზნები მოიტა. წვრილი ვაზნებისა და ის სად არის? რა. მეორე სადა? მოკდა? ბრავო. ეგ ერთი. ამოყვინთავს ეგ ერთი გატოვია. შეცვალე მეორე. აი ხა ეგა ერთი საპონელი. კამიშებში არ შეგვასწრებს. აგე სადა? აგე სადა? აუ. არ შეგასწროს. მოიცა, მიდის კამიშებთან. მოიცა. всё. სადა? მოიცა. всё. ეგ არის. ის ხო იქა, ორი ცალი ავიყვანე. ბრავო. მიდი ხელი მოკიდე. ცალი არის. ეგ არის ეგ ერთი. ბრავო, რა მაგრა ესური, მამი შენ. ბრავო. ის შენ მოხსენი. რა დავატრიალეთ, რა ხეგუნდი? მაგრები ვარ. მიდი აბაგა. კაი, მე ავიყვან, ხელი არ დაისველო. ოხ შენ. ესეც ასე. ურა კარგი იხვებია დედალმამალი. აგერ დააგდე. ჩააგდე წინ. ბრავო, რა მოხსენი შენ, მამი? ბრავო. ამოსაფარში. აუ ხوار წავიდა, ვაზნები გვაქვს ჯერ არ მინდა. ვა. რა ემოცია იყო? ბრავო. დაარტყე. ძალიან მაგარი იყო. ერთი პირველივე შენ მოხსენი და მე მეორე მე მოხსენი. როგორი იყო, ბრავო. კიდე მოვიდა ესე თავზე გადაგვიარა, დაინახე? აგერ. მოდის. ბრავო! რა მოხსენი? ორი მქონდა ვაზნა ჩადებული და წავედით მამე. აუ რა მაგარი დღეა დღეს,
ჩამოდის ადამიანის შეგვეყარა ისა. წავედით ისევ. ვაზნებ. სადა? ოჰო, უსულოთა. რა იხია? ეს წითელთავა ყვინთია. წითელთავა ყვინთია. არც ისე პატარა. რა კარგია, ნახე? შენი რძომა. ბრავო, შაგდე. დედაო, ჩვენი საფარი მუშაობს. მაგარია. მუშაობს. გაგეყინა ხელები, ჩაიყავი ჯიბეში. ეს რა მაგარი დღეა, შეგცივდა ბიჭო, ხელებზე გცივა თუ ტანზე? მუხლებზე და არა უშავს ეხლა მზეა. ეხლა სახე არ მიცივა. ფეხებზე არ გცივა? თავარ ეგარი. არა უშავს. გათბები ეხლა მზეა მოვა გათბები. ჯოს. შენ რო იცოდე ეს პირველი ესე რო გადიხარ სანადირო და 3 ვსკლავ. მაგარია, გათბები მზე ამოვიდეს. აი, ხო, აი 80 წლის აიუბილეოთ რაღაცა. აი, ხო, მიდი. ეგ ყველა ჯობია. ჩვალოთ. ეს მამალის ტონია. ესა მამალი უცადგისა. ესა დედალი ჭიკვარა. იგივე ტონია, დედალი. დავბრუნდეთ თავარს. არის ხო? დაბინახე. პატრიელდა. თავზე. ბრავო! მოვარტყით. ჩავარდა. ჩავარდა. ეგერა. მოვარტყი. კაი, მეცა. ჩამოვარდა. ბრავო, წავედით. ზადნით გავალ, ხო, მანძის ეგერ. მაგას
ჩვენ ჩამოვაგდე, ხო? გაჯექი. Მოიცა, დავიჭერ. მოიცა. აი, არ გინ არა, დავიჭერ. თობს გადავიტან. ვიყავი. აგერ არის, всё. აი აგერა, აგერ. ბალახებში ზეს. გაყინული კია ყველაფერი. ბრავო, მაგარი მოხსენი, მამი. აგერ არის გატრონული. ოპა. всё, ეგა. გარეკად არ წავიდა. აწი სადღაცაა ეს. მაგრამ მაგარი მოვატრიალე, დაინახე, დაძახები. ბრავო, მაგარი მოხსენი. ხო, ეს. ეს ყინული მოკლედ ძართული სასიარულო ყოფილა. ოხში. აგერ ბატონო. ხარაზული მამალი, ბრავო. ბრავო. მოკლედ ზუბერი მოწოდების სიმაღლეზეა. არ კლავსო ზუბერიო. რა ვიცი. კლავს. ფაქტია რომ ლუკამაც და მეც მოვინადირეთ. всё, მზად არის. დღეს ვიყენებთ ჩოქს. პატერნ მასტერის Black Mamba. რომელიც ესე გამოიყურება. მართლაც რომ დააკვდა ამ ბრაუნინგ მაქსუს. მიდი ლუკა, მიდი ისწავლე, მეცადინე. მიდი, კარგია? მიდი? პირველი დაძახებისთვის იდეალურია. მიდი? მიდი. კარგია. ორე? მიდი? კარგია. პირველად ეძახი, პირველად. მიდი? კარგია. შვენიერია, პირველი დაძახებისთვის იდეალურია. შვენიერი. კარგია. მოვედით. ესე იგი მეგობრებო, დავასრულეთ დღეს ნადირობა მე და ლუკამ. როგორც გითხარით, ლუკა იყო დღეს პირველად იხზე სანადიროდ და კარგი დებიუტი შედგა. შესანიშნავი დღე, პირველივე გასვლაზე მოვინადირეთ 4 ცალი იხვი. კიდე
მრავალი გუნდი ნახეთ, რომელიც ზოგი მოვიტყუეთ, ზოგი ვერ მოვიტყუეთ და ვინადირად რაც თავარია დღე. არანაირი ღამე, არანაირი ფარი, არანაირი მანოკი, ელექტრო და ასე შემდეგ. ვინადირად პატიოსნად, კანონის დაცვით და დღენადირობაზე უფრო მაგარი რამ არ არსებობს. ვინადირებთ ღამე, დაუტოვოთ ბუნებას თავისი გამრავლების შესაძლებლობა, რომ მერე გვასიამოვნოს. რავის დღენადირობას თუ ისწავლით და ასე თქვათ განვითარდებით, დიდ სიამოვნებას მიიღებთ, ამას მეგპირდებით. ეს რაღაც რამოდენიმე წელია ეს ამ ყველაფრით დავინტერესდი, უпростоრად 1 წელია და რამოდენიმე თვეა უკვე აქტიურად ვემზადებოდი, ვსწავლობდი, მთელი ეკიპირება, აგერ როგორც ხედავთ, აი მანოკები, სასულე მანოკები, სხვადასხვა, ყველას თავისი დანიშნულება აქვს და მოვინდომე ვისწავლე 20 წელი ვიძახდი, რომ ამას ვერ შევძლებდი, რაღაც კომპლექსი მქონდა, ვერ დაუძახებდი, მაგრამ გამომივიდა დღეს სრულიად მარტო. ვიყავი, ასე თქვათ, მე ლუკა მამიბა მხარი და მინდა აღნიშნო, რომ ლუკაც როგორც დამწყები სულ რაღაც 15 წუთი მეცადინეობის შემდეგ არაჩვეულებრივად ეძახის დამწყების პირობაზე და ყველას მინდა მოგიწოდოთ პატიოსან მონადირეებს, ვისაც არ გაქვთ გამოცდილი იხსე ნადირობა დღე, აი ესე ფიტულებით გამოცადეთ მეგობრებო და უდიდეს სიამოვნებას მიიღებთ. ვისაც არ გამოგიცდიათ, დამიჯერეთ, რომ აი ერთხელ მაინც უნდა გამოცადოთ. დავივიწყოთ ფარი, ღამე, ნადირობა და რაღაც ელექტრომანოკები. მივყოთ ხელი ჯანსაღად, პატიოსნად ნადირობას. ეხლა რაც შეეხება დღევანდელი აღჭურვილობა, როგორც გითხარით, მქონდა 4 მახაკრილი, სხვადასხვა, მოჯო, ლაკი დაკი, ევიანიქსი და მქონდა ფიტულები, ძირითადად ფლებაუს თორმის ფიტულები მქონდა გამოყენებული, რომელიც შესანიშნავად მუშაობს, ასევე სხვადასხვანაირი მახაკრილები და აგერ მონადირებული ჩვენი იხვები. ხარაზული 2 მამალი, 1 დედალი და 1 წითელთავა ყვინთია. აქედან 2 მოინადირა ლუკამ, 2 მოვინადირე მე. 2 თანაბარი, მოკლედ რაოდენობით მოვინადირეთ 4 ცალი, საკმარისია. კიდევ ვაპირებდი თვითონ გაჩერებას, მაგრამ იხვი აღარ მოძრაობდა და ჩვენც დავანებეთ თავი, შევწყვიტეთ ნადირობა. ეხლა ავალაგებთ. ხო, ტოფები ლუკაც ნადირობდა, როგორ მოგეწონა ბრაუნინგი? მაგარია ეს. მაგარია, ხო, მაგარი ტოფია. და მე კიდე ბრაუნინგ მაქსუსით ვაზღვევდი ლუკას, ასე ვთქვათ რა, ლუკას რო აეცილებინა, მე ვაზღვევდი, მაგრამ არ დაჭირდა დაზღვევა, 2 ისეთი შორი მანძილიდან იხვი მოხსნა, მე თვითონ გაკვირვებული დავრჩი და დაამახსოვრდება დღევანდელი დღე ლუკასაც. რა სიტყვი? მოგეწონა? მაგარი იყო? ცოტა შესცივდა, მაგრამ არაუშავს. კაი, მოკლედ, ხო, ჩოქს რაც შეეხება Pattern Master-ის Black Mamba, აი სინათლეზე. ესე გამოიყურება, ძალიან მაგრად მოუხდა ამ თოფს. აი ჩვენი ნანადირობი კიდევ ერთხელ. თუ რაიმე კითხვა გექნებათ, როგორ მოვაწყოთ საფარი, რა საშუალებები, როგორი ფიტულები, როგორი მახაკრილები, რა სხვადასხვა სასულე მანოკები გამოვიყენოთ. დასვით კითხვები და გიპასუხებთ. დღეისათვის კი სულ ეს იყო. მე და ლუკა გემშვიდობებით, დროებით, კარგად ბრძანდებოდეთ. ნახვამდის.